10 განმავლობაში ისრაელის მაღალტექნოლოგიურმა ინდუსტრიამ ქვეყნის ეკონომიკას ამოძრავებდა. დღეს ისრაელის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის მეხუთეც ქმნის და ექსპორტის თითქმის 60%-ს. და მხოლოდ გასულ წელს ის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაახლოებით 9-ზე იყო პასუხისმგებელი. მაგრამ ამ მთავარი მაჩვენებლების მიღმა ბზარები უკვე იწყებს გამოჩენას და ინდუსტრიის ლიდერები აფრთხილებენ, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი კონკურენტული უპირატესობა, მისი ხალხი, ნელ-ნელა იკარგება. მაღალტექნოლოგიური სექტორი ისრაელის ეკონომიკის ლოკომოტივია. მოკლევადიან პერსპექტივაში ისრაელის ეკონომიკა გადარჩება, რადგან ეს ფენომენი არსებობს, მაგრამ ეს დრამატული არ არის. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დამანგრეველი იქნება. ამ საფრთხეს გადაჭარბებითაც ვერ შევაფასებ. ინდუსტრია ერთ კრიზისს არ ეჯახება. მას რამდენიმე კრიზისი აქვს. ხელოვნური ინტელექტი, ომი, ძლიერი შეკელი და მზარდი ტვინების გადინება. ალექს გრინბერგისთვის ეს ცვლილებები თეორიული არ არის. ისინი უკვე ხდება. Software developer-ების მართვის ნაცვლად. ის ახლა ხელოვნური ინტელექტის აგენტების გუნდს მართავს. მე შევქმენი სისტემა, რომელიც სრულად ავტომატურად მუშაობს აგენტებით, რომლებიც იმ სამუშაოს ასრულებენ, რასაც ადრე ჩემი თანამშრომლები აკეთებდნენ. მათ არ წაურთმევიათ თანამშრომლების სამუშაო. მათთვის სამუშაო შეიცვალა. ეხლა ისინი სისტემის მომვლელებივით არიან. დღესაც კი ხელოვნურ ინტელექტს ჯერ კიდევ სჭირდება ზედამხედველობა. ხო, ალბათ აღარ. შემიძლია რეალურად ვესაუბრო ჩემს აგენტებს. უთხრა რა მინდა და როგორ მინდა და მივიღო პასუხი. დასაწყისში ბევრი შეცდომაა, მაგრამ ისინი საკმაოდ სწრაფად სწავლობენ, ზოგჯერ შემაშფოთებელი სისწრაფითაც კი. და ეს უკვე ცვლის შრომის ბაზარს. დღევანდელი მდგომარეობით ისრაელში მაღალტექნოლოგიურ სფეროში ნაკლები სამუშაო ადგილებია. ჯუნიორები, რომლებიც ახლახან ამთავრებენ უნივერსიტეტს და ადრე, როგორც წესი, პოულობდნენ სამუშაოს და შრომის ბაზარზე იწყებდნენ მუშაობას, ისინი ვეღარ პოულობენ სამუშაოს. ეხლა ვიწყებთ ამ ცვლილებების შეგრძნებას. და ჩემი პერსპექტივიდან 3-დან 5 წელიწადში ყველაფერი უფრო გართულდება. რადგან ერთ მომენტში ხელოვნური ინტელექტი შეძლებს ადამიანის ჩანაცვლებას. ხელოვნური ინტელექტს ჯერ კიდევ სჭირდება ადამიანები. და როგორც მე ვხედავ, ხელოვნური ინტელექტის დიდი ნაწილი ადამიანებს მაინც დასჭირდება. თუ შეძლებ ისწავლო ხელოვნური ინტელექტთან მუშაობა და გამოიყენო მისი შესაძლებლობები, მაშინ წარმატებას მიაღწევ. უბრალოდ გაიხსენე ინტერნეტის საწმისი დღეები. ხალხი ფიქრობდა, რომ ინტერნეტი და მისი კომპონენტები მათ ზოგიერთ სამუშაოს წაართმევდა. და ასე მართლაც მოხდა. მაგრამ ისინი, ვინც ისწავლა მისი გამოყენება და მისგან სარგებლის მიღება, მათ საბოლოოდ მაინც ჰქონდათ დასაქმება. დასაქმების შესაძლებლობები შემცირდება ახლო მომავალში. მაგრამ ვფიქრობ, ისრაელის სინამდვილეში ძალიან კარგად არის პოზიციონირებული, რომ შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად გაჩნდება, როცა ყველაფერი ცოტა დამშვიდდება. ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ ერთი ნაწილია ამ რთული პაზლის. ომმა უზარმაზარი დაუცველობა გამოიწვია. რეზერვის სამსახური თვეების განმავლობაში გაგრძელდა. ამან ინვესტორები უფრო ფრთხილები გახადა და ძლიერი შეკელი ნიშნავს, რომ ისრაელელი თანამშრომლები ბევრად უფრო ძვირი იჯდება, ვიდრე მათი კონკურენტები საზღვარგარეთ. და ეს წარმოუდგენლად მაღალ ცხოვრების ხარჯებთან ერთად ნიშნავს, რომ ჩვენ ვხედავთ ტვინების გადინებას. 2019 წლიდან კვლევისა და განვითარების სფეროში დასაქმებული ისრაელელების წილი, რომლებიც ისრაელში მუშაობენ, 69%-დან მხოლოდ 62%-მდე შემცირდა. შეკელი ძალიან ძლიერია დოლართან მიმართებაში. და ეს ნიშნავს, რომ გაყიდვები, რომელსაც საზღვარგარეთ ვახორციელებთ და ადრე ხელფასებსა და ქირას ფარავდა, ოფისის ქირაობას და სხვა ხარჯებს ამას ვეღარ ფარავს. მეორე პრობლემა ისრაელის არასტაბილურობაა. ამიტომ ინვესტორებს ურჩევნიათ თავიანთი ფული საზღვარგარეთ შეინახონ. თუმცა ყველაზე დიდი შეშფოთება კომპანიები არ არის. ეს ადამიანები არიან. ომის დაწყების შემდეგ ყოველ თვეში 800-ზე მეტი ისრაელი მაღალტექნოლოგიური სექტორის თანამშრომელი გრძელვადიან პერსპექტივაში გადადის საზღვარგარეთ. დაახლოებით 70%-ით მეტი, ვიდრე ომამდე. ქვეყნების უმეტესობისთვის ეს რიცხვები შეიძლება მცირე ჩანდეს, მაგრამ ისრაელის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია დიდი დამსაქმებელი არ არის. მხოლოდ დაახლოებით 400,000 ადამიანი მუშაობს ამ სექტორში. დაახლოებით ყოველი 10 მუშიდან 1. და მაინც ამ თანამშრომლებმა თითქმის ქვეყნის ეკონომიკის მეხუთედი გამოიმუშავეს. თითქმის 60% მისი ექსპორტისა და დაახლოებით მეოთხედი ყველა საშემოსავლო გადასახადის შემოსავლისა. აი რატო ამბობენ ეკონომისტები, რომ თუნდაც შედარებით მცირე ტვინების გადინებასაც კი შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს. მთავრობამ დაიწყო რეაგირება. მან შემოიღო საგადასახადო შეღავათები, რომლებიც მიზნად ისახავს ისრაელელი ტექნოლოგიური მუშაკების სამშობლოში დაბრუნებას. შეთავაზა ახალი წახალისებები ინვესტორებს და გამოყო დაახლოებით 1 მილიარდი შეკელი ეროვნული ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიისთვის. ყველაზე დიდი რისკი ტვინების გადინებაა. ისრაელის თავდაცვის დრამა
ავტომატური ნაწილი რაკეტების წინააღმდეგ, იქნება ეს ლიბანიდან თუ ირანიდან, დაყრდნობილია ძლიერ მაღალ ტექნოლოგიურ სექტორზე. ასე რომ, როგორც კი ეს ინტელექტუალური პოტენციალი ქვეყანას დატოვებს, ჩვენ ამ საფრთხეების წინაშე ბევრად უფრო დაუცველები ვიქნებით. ისრაელმა უნდა გააკეთოს ისე, რომ გადასახადების მეშვეობით ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს, სხვა სტიმულებით, რომ ხალხი აქ დარჩეს. მაგრამ მთავარი კითხვა არის, შეძლებენ თუ არა ისრაელის კომპანიები წარმატების შენარჩუნებას აქ ისრაელიდანვე და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, შეუძლია კი ისრაელს ამის ატანა. მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ვიხილავთ შენცირებას, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ სიტუაცია აღდგება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს დიდი ოპტიმიზმი. ყველა გაკვეთილი მიღებულია ომიდან, ხელოვნური ინტელექტიდან, სამხედრო ტექნოლოგიებიდან. ეხლა დავინახავთ, რომ ეს კერძო სექტორში გადავა და წარმოშობს ახალ სტარტაპებს, ხელოვნური ინტელექტის ახალ კომპანიებს და დასაქმების ახალ შესაძლებლობებს. და ამაზე კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. ასე რომ მეტი დროის დაკარგვის გარეშე მინდა მივესალმო ნადავ კოენს სტუდიაში. თქვენ ხართ ხელოვნური ინტელექტის პროფესორი თელ-ავივის უნივერსიტეტში და კომპანია იმუბიტის თანადამფუძნებელი. ამ ანგარიში ჩვენ მოვისმინეთ ბევრი გამოწვევა, რომელსაც ახლა ვაწყდებით როგორც სტარტაპების ქვეყანა. თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მართლაც ვაწყდებით სხვადასხვა ტიპის გამოწვევებს. ზოგიერთი მათგანი გლობალურია, ზოგიერთი მათგანი შიდაა. მე ვფიქრობ, რომ გლობალური გამოწვევები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. და შიდა გამოწვევები, რომლებსაც ვაწყდებით, გეოპოლიტიკური და ასევე ვალუტასთან დაკავშირებული, ამასაც დავამატოთ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის რესურსები, რაც გვაქვს ისრაელის ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში და გავხდეთ ლიდერები იმ სფეროებში, სადაც ამჟამად არ ვართ. და ეს ნამდვილად დაგვეხმარება ამ გამოწვევებთან გამკლავებაში. რომელ სფეროებზე საუბრობთ? ესე რომ, სხვადასხვა ტიპის სფერო არსებობს, არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ვიყოთ ხელოვნური ინტელექტის ლიდერები ზოგადად. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია, ზოგიერთ თვალსაზრისით ვფიქრობ, ცოტა უკან ვართ. ისრაელი ადრე ბევრად უფრო წინ იყო ხელოვნურ ინტელექტში სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეხლა კი აშკარად ჩამოვრჩებით როგორც აშშ-სა და ჩინეთს, ასევე სხვა ქვეყნებსაც. ვფიქრობ, ხელოვნურ ინტელექტში არის ასპექტები, სადაც რევოლუცია ჯერ არ მომხდარა. და იქ ნამდვილად შეგვიძლია ლიდერები ვიყოთ. და ერთ-ერთი მთავარი მაგალითი, რომელიც პირადად მე ძალიან მაინტერესებს, არის ფიზიკური ხელოვნური ინტელექტი. ეს ნიშნავს ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც ფიზიკურ სამყაროში მოქმედებს. რობოტექნიკა, წარმოების ოპტიმიზაცია, ჯანდაცვა ან დრონები. ეს ის სფეროებია, სადაც მე ვფიქრობ, რომ ისრაელს ნამდვილად შეუძლია ლიდერობა. და რატო ფიქრობთ, რომ სწორედ ამ თემებში შეიძლება ისრაელმა ლიდერობა შეძლოს? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი, ეკოსისტემა, რომელიც თავდაცვის გარშემო გვაქვს. ჩვენ გვაქვს ბევრი ტექნოლოგია, რომელიც ძალიან რთულ პირობებში რეალურ გარემოშია გამოცდილი. ბევრი ინჟინერი ყავს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება სხვადასხვა ასპექტში. და საჭიროა ესეთი ტექნოლოგიების რეალურ გარემოში დასატანი. აქ ასევე ძალიან ძლიერი აკადემიური საფუძველია. განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის თეორიასა და ისეთ ფუნდამენტურ მიმართულებებში, როგორიცაა მათემატიკა. ეს საკითხები მართლაც მნიშვნელოვანია. თუ ხელოვნურ ინტელექტს ფიზიკურ სამყაროში იყენებ, სადაც გამძლეობა და უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩატბოტის შემთხვევაში თუ ის შეცდომას დაუშვებს, ეს კარგად არ გამოიყურება. თუ რეალურ სამყაროში რობოტი უშვებს შეცდომას, შედეგები კატასტროფული შეიძლება იყოს. ამ ორ საკითხთან ერთად, თავდაცვასთან და აკადემიასთან ასევე არსებობს მჭიდროდ დაკავშირებული სტარტაპ ეკოსისტემა. და ვფიქრობ, თუ ამ სამ საქმდენს ერთმანეთთან დავაკავშირებთ, ნამდვილად შეგვიძლია უპირატესობა მოვიპოვოთ. მაგრამ შენ ას ფიქრობ, რადგან ანგარიში ასევე იყო საუბარი ტვინების გადინებაზე. როგორ ფიქრობ, რა ხდება, როცა ეს ტალანტი საზღვარგარეთ მიდის? ესე რომ, ნამდვილად არსებობს პრობლემა ტვინების გადინებასთან დაკავშირებით. ეს გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ლიდერებად გახდომით ეს დაეხმარება. მეორე ადამიანს იზიდავს ისეთი ადგილები, სადაც შეუძლიათ გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და სურთ იქულენ წვერვალს. და მართლა ვფიქრობ, რომ ამ სფეროებში, რომლებიც ახლა ხან ავწერე, ისრაელი შეიძლება იყოს მწვერვალზე. ზოგიერთ ადამიანს სულ მცირე ურჩევნია დარჩეს განსაკუთრებით იმის გამო, რომ ამ სფეროებში შესაძლოა კიბერუსაფრთხოებისგან განსხვავებით, სადაც ადამიანებს შეუძლიათ. იცი, რატო ისრაელის თავდაცვის ძალები 8200 ან სხვა დანაყოფები და დაარსონ სტარტაპები და გახდნენ სოფლიოს ნომერ პირველი ექსპერტები. ამ ხელოვნური ინტელექტის სფეროებში და განსაკუთრებით ფიზიკური ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, აკადემიური გამოცდილება კრიტიკულია და ნამდვილად გჭირდებათ ეს მომზადება. 10 წლების განმავლობაში მიმდინარე მომზადება. ამიტომ აკადემია, აკადემიური სფერო ეს არის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაზეც უნდა დავეკრიბოთ.
თქვენ როგორ ფიქრობთ, რადგანაც ახლა ხან თქვით, რომ თითქოს ამერიკასა და ჩინეთს შორის კონკურენციაში ვართ, ამ ეტაპზე ისინი ლიდერობენ. მაგრამ რას ფიქრობთ, მაშინ ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა ინდოეთი ან აღმოსავლეთ ევროპა? მაგალითად, იქიდან ყველა ტექნოლოგიური სპეციალისტი უფრო იაფია. ზოგჯერ მათ უფრო მეტი ცოდნაც აქვთ. რას ფიქრობთ მათთან კონკურენციაზე? მე ვფიქრობ, რომ ისრაელი ადრე იყო ადგილი, სადაც კომპანიები ხსნიდნენ კვლევისა და განვითარების ცენტრებს, რადგან ეს უფრო ეკონომიური იყო ვიდრე ევროპაში ან დასავლეთში. ბოდიში, დასავლეთ ევროპაში ან აშშში. ადრე უფრო იაფი იყო. შეგეძლო მიგეღო კარგი კადრები, მაგრამ ეს უფრო იაფი დაგიჯდებოდა. ფიქრობ, ეხლა ესე აღარ არის. და თუ ვეცდებით კონკურენცია გაუწიოთ სტანდარტულ საინჟინრო სამუშაოებს, ვცდილობთ კონკურენცია გაუწიოთ აღმოსავლეთ ევროპას და განსაკუთრებით ისეთ ადგილებს, როგორიცაა ინდოეთი. არ ფიქრობ, რომ კარგად გამოვალ თამაში. ფიქრობ, უნდა ვცადოთ ყურადღება გავამახვილოთ იმ სფეროებზე, სადაც ჩვენი მუშაობის ხარისხი უმაღლეს დონეზე იქნება. და ამით, თუნდაც შედარებით ძვირად ვირებულები ვიყოთ, ეს მაინც ღირს ინვესტიციად. კიბერუსაფრთხოება ამის მაგალითია. ფიქრობ, ხელოვნური ინტელექტის გარკვეულ ასპექტებში შეგვიძლია იგივე დონეს მივახციოთ, ან კიდევ უფრო მაღალსაც. და ბოლოს დასკვნითი სიტყვები. თქვენ უნივერსიტეტის პროფესორი ხართ. მაინც ურჩევდით ადამიანებს, მაგალითად, პროგრამული ინჟინერია ისწავლონ. დიახ, ვურჩევდი. მაგრამ ასევე ვურჩევდი, რომ ძალიან ყურადღებით იყვნენ მიმდინარე ცვლილებებისა და ტენდენციების მიმართ და გაიგონ, რომ პროგრამული ინჟინერია ახლა მოძრავი სამიზნეა. ის მუდმივად იცვლება. დღეს მხოლოდ პროგრამირება საკმარისი აღარ არის. ამ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს ეს შესანიშნავად შეუძლიათ. უნდა კონცენტრირდე იმ კონკრეტულ სფეროებზე, სადაც ნამდვილად შეგიძლია უპირატესობა გქონდეს და ექსპერტი იყო. ფიზიკური ხელოვნური ინტელექტი, მაგალითად. სხვა მაგალითებიც არსებობს. დიახ, მე გირჩევდი. მაგრამ ძალიან ყურადღებით უნდა ადევნო თვალი იმას, რაც ხდება და მართლა უნდა იპოვო ის ადგილები, სადაც შეგიძლია გამოიჩილოთ. ნადავ კოხენი, ხელოვნური ინტელექტის პროფესორი თელ-ავივის უნივერსიტეტიდან და იმუბიდის თანადამფუძნებელი. დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად იყავით.